მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს დამცველ საზოგადოებას. Კვორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სხდომა, წარმოდგენილი არის დღის წესრიგი, დარიგებულია. განსახილველი გვაქვს 4 საკითხი. ეს არის ჩვენი კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში სრულებები თამდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად დაჩქარებული წესით, შემდეგ კი გახლავთ საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. მესამე საკითხია საქართველოს სისხლისამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი თამდევ კანონპროექტებთან ერთად და ბოლოს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. მაშინ მოდით დავიწყოთ კანონპროექტით მესამე ადგილასაც არის მითითებული, გახლავთ საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მეორე საკითხად უკაცრავად, ბატონო თონიკე, გთხოვთ. მოგესალმებით კოლეგებო, წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით საქართველოს სისხლისამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას თამდევ სამ კანონპროექტთან ერთად. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ როგორც ყველასთვის ცნობილია, ამ წლის სექტემბერში ჩვენ მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილება ცალკეული დანაშაულების შედეგად პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩოს რეგლამენტაციის მიზნით. კერძოდ აქ უბრალოდ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ დაინერგა ზიანის ანაზღაურების გამარტივებული მექანიზმი და დაზარალებულს მიეცა შესაძლებლობა გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, დადგინდა მჟავრდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობა. ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ზიანის ანაზღაურება გახდა შესაძლებელი არა მხოლოდ დამნაშავის, არამედ მისი ოჯახის წევრების ან მასთან დაკავშირებული პირის ქონების ფარგლებშიც, თუ თავის მხრივ დადასტურდება, რომ ეს ქონება არის უკანონოდ მომპოვებული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ამ ცვლილებებისა შეეხებოდა საქართველოსთან გასვლის აკრძალვის დაწესებას შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, როგორც ასევე ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი ღონისძიება, რომლის ვადად განისაზღვრა 16 წელი. ესე იგი, წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ საკითხს შეეხება და მისი მიზანია, რომ საქართველოსთან გასვლის აკრძალვის მარეგულირებელი ნორმები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს, რათა ეს მექანიზმი დაზარალებულთა კომპენსაციის მიზნით გამოიყენებოდეს უფრო მოქნილად და ეფექტიანად. კერძოდ, აქ არის, ესე იგი, ერთგვარი წინაპირობები, რომელიც კუმულაციურად უნდა იყოს შესრულებული, კუმულაციურად უნდა დგებოდეს. ეს არის პირველი, რომ მჟავრდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სისხლისამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. აქ არის ლაპარაკი ისევ და ისევ ეკონომიკურ დანაშაულზე, ფინანსურ დანაშაულზე, როგორც შეიძლება იყოს თაღლითობა, გამოძალვა, დაუშვათ მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება თუ განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ერთი წინაპირობა. მეორე არის, რომ მჟავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე აპატრიდი, ანუ მოქალაქეობის არ მქონე პირი და კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, აუცილებელი წინაპირობა ეს არის ის, რომ დაზარალებული თავის მხრივ წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მჟავრდებულისთვის საქართველოსთან გასვლის აკრძალვაზე. თუ ეს სამივე ასე ვთქვათ, წინაპირობა არის სახეზე, მაშინ მჟავრდებულ საქართველოსთან გასვლა აეგრძალება უკვე შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით არა გამამტყუნებელი განაჩენის, ასე ვთქვათ, საფუძველზე, არამედ იმპერატიულად შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით. ამ შემთხვევაში ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ მიმართავს ერთი მხრივ და აცნობებს ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შესაბამისი ცნობა იქნება გაგზავნილი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით მათ შორის აი ამ საქართველოსთან გასვლის აკრძალვის შესრულებას.
და ასევე მნიშვნელოვანი ნიუანსი არის ის, რომ საქართველოსთან გასვლის აკრძალვისგან გათავისუფლების საფუძველი იქნება არა დაუშვათ ის, როდესაც კონკრეტული თუნდაც ვადის გასვლას უკავშირდება დღეს არსებული ნორმატიული მოწესრიგებით შესაბამისი ვალდებულებისაგან გათავისუფლება, არამედ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმისა, რომ მჟავრდებულმა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა და აქ იგულისხმება როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ისე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ან მეორე, ასე ვთქვათ, ალტერნატივა ეს არის, როდესაც დაზარალებული თავად უარს განაცხადებს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებაზე. ეს არის ძირითადი პრინციპები, როგორც მოგახსენეთ, ასევე ტექნიკურად ეს ყველაფერი ასევე აისახება სამ თანმდევ საკანონმდებლო აქტის პროექტში. ეს არის საქართველოს მოქალაქეების საქართველოსთან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში ცვლილება, ეს არის დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო საჭიროთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება და საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება. ამაზე, ასე ვთქვათ, აღარ შევჩერდები დეტალურად, ვინაიდან იმ პრინციპების ფარგლებში, რომელიც იქნა ჩემი მიერ წარმოდგენილი, ფაქტობრივად ეს საკითხები სწორედაც რომ არის ასახული. თუ არის კითხვები, მოსაზრებები, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მზად ვარ, რომ მოვისმინო და უპასუხო. მადლობა ბატონ თორნიკე. მადლობა ბატონო. დიახ. ბატონ თორნიკე, ანუ საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს. ანუ გარკვეული ვადა აკრძალვის დამოკიდებულია დაზარალებულის თანხმობაზე და დაზარალებულ პირზე. ასე გავიგეთ, ხო? შეიძლება ხო უპასუხო? დიახ, ბატონო ალეკო, სავსებით სწორად შენიშნეთ. თუ კი აქამდე იყო შემოთავაზებული ბლანკეტურად ეს 16 წლიანი ვადა, როგორც ერთგვარი ჭერი, ამ შემთხვევაში უკვე ეს არ იქნება რაღაც ვადით ზღვარდადებული, შესაბამისი აკრძალვა, არამედ ეს იქნება დამოკიდებული ერთი მხრივ იმაზე, თუ კი შესაბამისი პირი მოახდენს დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდას, რაც იქნება ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტით დადასტურებული, ან მეორე თავად დაზარალებული იტყვის, ასე ვთქვათ, ერთგვარ უარს იმის თაობაზე, რომ მოხდეს მისთვის კომპენსაციის გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მადლობა ბატონ თორნიკე. აქ საკითხი დგას ასე რომ ზოგადად საახსრულებო საქმის წარმოებაზე თუ იმ შემთხვევაში თუ დანაშაულიდან გამომდინარე არის მიყენებული ზიანი და მოთხოვნაც დანაშაულით მიყენებული ზიანის კომპენსირებაზე არის, მოქმედი კანონმდებლობითაც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. და ეხლაც არიან პირები, რომლების მიმართაც დაწყებულია საახსრულებო საქმის წარმოება და მოვალთა რეესტრში არიან, მანამ სანამ არ მოხდება დაზარალებულის სრულად დაკმაყოფილება სამოქალაქო წესით. და ზუსტად იგივე პრინციპია, რადგან საახსრულება არ აქვს ხანდაზმულობა, და მანამ გრძელდება სანამ მოთხოვნა არ იქნება ბოლომდე დაკმაყოფილებული, იგივე პრინციპი არის, რომ იგივე პრინციპია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება იყოს გამოყენებული, არ გასვლა, შესაბამისად ადამიანი არ გაიქცეს უკვე სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას. მადლობა ბატონ თორნიკე, ამით საკითხის განხილვა დასრულებულია. შემდეგი საკითხი არის ბატონო კოკა, გთხოვთ გახლავთ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის სრულების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით არის დაჩქარებული წესით მოხსენებელი ბატონი აკაკი ელდაშვილი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ჯურფასო კოლეგებო, მოგესალმებით, ესე იგი პირველი მოსმენის წესით დაჩქარებული წესით წარმოგიდგენთ კანონპროექტს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ინიციირება განპირობებული არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის ნომერი 3/2/15-20 გადაწყვეტილებით საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-65 პრიმამუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ, ესე იგი თავის გადაწყვეტილებით ჩემს მიერ ზემოთხსენებული მუხლები ცნო არაკონსტიტუციურად
და ესე იგი რიგითობით მივყვებით ძირითადი პრინციპები მოგახსენოთ, ესე იგი რის საფუძველზე ცნო ეს მუხლები არაკონსტიტუციურად და რა ცვლილებებს მოიცავს ეს პროექტი. ესე იგი პირველი არის 21.65 პრიმა პირველი ნაწილი და სასამართლოს მიერ ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადას ეხება პირველი ცვლილება დღესმოქმედი რედაქციით, ესე იგი ჩემს მიერ ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მისი სასამართლოს წარდგენიდან 14 დღის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით სადავო ნორმა ბლანკეტურად ადგენს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადას, ამ 14-იან ვადას და იგი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმის მოცულობიდან გამომდინარე ობიექტურად შეუძლებელია 14 დღის ვადაში საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. ამდენად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად და შესაბამისად ესე იგი კანონპროექტით გათვალისწინებული არის უკვე საგადასახადო ორგანოს მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან ერთთვიანი ვადა, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, საქმის განხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვისა. მეორე ცვლილება ეხება უკვე 21.65 პრიმა მუხლის მესამე ნაწილს, იგივე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისას. აქ საუბარი იყო დღევანდელი მოქმედი რედაქციით, ესე იგი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ამ მუხლის მიხედვით მხარეთა გამოუცხადებულობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევდა საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას, რაც ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია არაკონსტიტუციურად და აღნიშნა, რომ როდესაც ვერ ხერხდება პირის სასამართლოში მოწვევა, ესე იგი მას სრულიად ერთმევა საშუალება, რომ მის შედეგზე ზეგავლენა მოახდინოს და საკუთარი პოზიცია დაიცვას. ერთმევა სრულიად შესაძლებლობა, რომ საპროცესო მექანიზმების რეალიზება მოახდინოს, რაც მას გააჩნია კონსტიტუციით. და ასეთ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირის მიმართ, რომელსაც ცნობილი არ იყო სასამართლოში დავის მიმდინარეობის თაობაზე და შედეგად ვერ მიიღო მასში მონაწილეობა, მართლმსაჯულება ფაქტობრივად არ განხორციელებულა და ამგვარი შეზღუდვა ობიექტურად შეუძლებელს ხდის მართლმსაჯულების ჯერუნად განხორციელებას და არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით მხარეთა მოწვევის შეუძლებლობა ვერ იქნება საფუძველი ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით პროცესის გაგრძელების და მხარის დაუსწრებლად მისი განხილვის. მესამე ცვლილება ეხება ამავე კოდექსის 21.65 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილს. აქაც საქმე ეხება ესე იგი ბრძანების სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დასაბუთებას. მოქმედი რედაქციით ჩემს მიერ ხსენებული მუხლის მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას ამ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ან დაუკმაყოფილებლობაზე, მაგრამ ის ვალდებული არ არის სამართლებრივად დაასაბუთოს მისი გადაწყვეტილება ამ ბრძანებაში და საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, ესე იგი ნათელია, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცრუმაგიერი პირის უფლებრივ მდგომარეობაზე, იწვევს მისი საკუთრების შეზღუდვას და შესაბამისად არსებით მნიშვნელობას იძენს მხარეს შეეძლო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობა. კანონპროექტით გათვალისწინებული არის შემდეგი ცვლილება, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ. მეოთხე ცვლილება ეხება ამავე მუხლის 21.65 პრიმა მეშვიდე ნაწილის
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის კოდექს, ასევე სასამართლო მცნობის მუხლი არაკონსტიტუციურად და დღეს მოქმედი რედაქციით საქართველოს დღეს მოქმედი რედაქციით მოსამართლის ბრძანების გაუქმებაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემს სასამართლოში აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში და საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით საჩივრის 48 საათიანი ვადა შემთხვევათა უმეტესობაში საკმარისი ვერ იქნება გადაწყვეტილებით საფუძვლიანად გაცნობისა და არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის. ამდენად ეს მოქმედი რედაქციით დადგენილი 48 საათიანი ვადა არის არაგონიურად ხანმოკლე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის პირველ პუნქტს. კანონპროექტით გათვალისწინებული არის შემდეგი ცვლილება, ესე იგი 48 საათიანი გასაჩივრების ვადა იზრდება 14 დღემდე და მოსამართლის საჩივარს საქმის მასწავლებლად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. მადლობა კოლეგებო. უკეთრად შეგითხრა შენიშნები ხო არ არის? ასეთი არ არის. მადლობა. მადლობა. და ბატონ თორნიკე გთხოვთ რომ განვაგრძოთ კოლეგებოს ხდომა, დაუბრუნდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების, იმავდროულად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. განვიხილავთ პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით. მოხსენებელი გახლავთ ბატონი არჩილ გორდულაძე, გისმენთ ბატონო არჩილ. მადლობა ბატონ სტომის თავმჯდომარე, კოლეგებო. და საზოგადოებისთვისაც კიდევ მეტი ინფორმირებულობისთვის განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილებებს თავმდებ კანონპროექტებთან ერთად ზოგადად ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია არსებობდეს დემოკრატიის დაცვის მექანიზმები და თავდაცვითი დემოკრატია ეს აღიარებულია არა მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციით, არამედ ამასვე ცნობს სტრასბურგის სასამართლოც. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ძირს უთხრიან დემოკრატიას, სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს, განზრახ მოქმედებენ ლეგიტიმური ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მიზნით, ამავდროულად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ხელყოფენ ომისა და ძალადობის პროპაგანდის გამოწვევის მოტივით და მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით წარმოადგენს კონკრეტული პარტიის აკრძალვის საფუძვლებს. საქართველოს ორგანულ კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მითითებული არის პარტიის აკრძალვის მხოლოდ ერთი შედეგი და ეს არის გაუქმება კონკრეტული პარტიის სარეგისტრაციო ნომრისა, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ პარტია არ არის მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერი. ან პარტია არ არის მხოლოდ ის შენობა ნაგებობა, სადაც სათაო ოფისია განთავსებული. მაგალითისთვის კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი ოფისი საერთოდ არ გააჩნია და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გაყიდეს კიდეც. იმედამეთი ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, შავფულს ვეღარ ატრიალებენ მარტივად, ისევ ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც წინა სესიის განმავლობაში მივიხით. ამავდროულად გამომდინარე იქიდან, რომ პარტიას ქმნიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღებები, იდეოლოგები და ზოგადად მასთან დაკავშირებული პირები, რომლებიც პარტიის სულისკვეთებას, პარტიის მიზანს თვითონვე პრაქტიკაში აღასრულებენ, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში ესა ასახული და გაწერილია, ჩვენს კანონმდებლობაშიც გაიწეროს ის შედეგები, რომელიც არაკონსტიტუციურად ცნობილი და შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის შედეგებში გადაითარგმნება. ესენია თუ კონკრეტული პარტია იკრძალება მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს
არ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით. ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები მაგალითად საქართველოს პარლამენტში, მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად მათვე შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება. ვეღარ შეძლებენ რომ გახდნენ სხვა პარტიის წევრები, ასევე შემომწირველები ვერ გახდებიან სხვა პარტიებისა და პარტია, რომელიც ასეთ პირს გააწევრებს თავის რიგებში, შესაბამისად არ შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც გამოიწვევს თავისთავად სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, ხოლო თუ მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი იქნება ისე რომ კონკრეტული პარტიის ახალ პარტიაში გაწევრებული პირების რაოდენობა გადაწყვეტილების მიმღებები იქნებიან, ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული პარტიის აგრძალვაც იქნება შესაძლებელი, როგორც ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიისა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების უკვე განვახორციელეთ ჩვენ საკაზაფლო სესიის მიმდინარეობისას. და რა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი? ჩვენ ვხედავთ, რომ 2003 წლიდან დღემდე კონკრეტული პარტიები და რეალურად ეს ერთი პარტია სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა სიმბოლიკით, სხვადასხვა ფერების გამოყენებით, მაგრამ მიზნობრივად ერთნი არიან და არ არსებობს კონსტიტუციაში მითითებული პარტიის აკრძალვის საფუძველი, რომელიც ამ პარტიებს დარღვეული არ ქონდეთ. სულ რომ ყველაფერს დავიდავანებოთ, ის მოქმედება, რაც ჩვენ მივიღეთ 4 ოქტომბერს, მხოლოდ 4 ოქტომბრის მოვლენები არის საკმარისი იმისათვის, რომ კონკრეტული პარტიების აკრძალვის საფუძველი არსებობდეს. მიუხედავად ამისა, ის მავნებლობები, რაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით აქვს ჩადენილი კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ასახულია როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, ასევე საზოგადოებისათვისაც ცნობილია და ამიტომაც არის, რომ უკვე მეათედ საქართველოს საზოგადოება, ქართველი ხალხი უარს ეუბნება ნაცაგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში. შესაბამისად, ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ და მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების გუნდი მოამზადებს სარჩელს, დავასრულებთ უпростоრად სარჩელის მომზადებას, მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვთ როგორც კონკრეტული პარტიების, ასევე მათთან დაკავშირებული აკრძალვას, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის ზემოჩამოთვლილი უფლებების შეზღუდვას, რაც კიდევ ერთხელ მეორე სრულად შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე სტრასბურგის პრაქტიკასთან და ამავდროულად ევროპის არაერთ ქვეყანაში არაერთი პარტია აკრძალულია და არაერთ პირს აქვს შეზღუდული პოლიტიკური აქტივობა. შესაბამისად, აგენტურა ჩვენს პოლიტიკაში ჩართული აგენტურა დასრულდება, შესაბამისად შესაძლებლობა გაუჩნდება რეალურად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა რომელიმე ქვეყანა ან რომელიმე გაერთიანება სხვა არის სამშობლო, მათ მიეცნება შესაძლებლობა რომ ჩაერთონ პოლიტიკაში და რეალურად ახალ პროგრამებზე, ახალ პროექტებზე იქნება კამათი და არა ბრძოლა და არა მხოლოდ ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად, რომელიც ქართულ ხალხთან ერთად ქართული ოცნების გუნდს გვიწევს. ეს არის ცვლილებები მოკლედ პრინციპების დონეზე კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ გავცე პასუხი. მადლობთ ბატონო ვარჩილ. კოლეგებო თუ არის კითხვები, მოსაზრებები, ბატონო თენგიზ. გთხოვთ. კითხვა არ მაქვს, არ შეიძლება მქონდეს მეც ვარ ინიციატორი. უბრალოდ ვინაიდან ეს ღია ეთერში გადის და საზოგადოება უყურებს ამას და კითხვები ჟურნალისტებს ძალიან ბევრი ქონდათ. მინდა რომ კომიტეტის თავმჯდომარისგანაც უფრო მეტი განმარტება მოისმინოს ჩვენმა საზოგადოებამ. აქ იყო საუბარი იმის და აინტერესებდათ რა სახის განხილვა მოხდება თქვათ კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით. მე კი და ალბათ ჩემმა კოლეგებმა ვისაც კითხეს კი განუმარტეს რომ შენ შეგიძლია 50 კაცის სია წარადგინო, მაგრამ ეს უნდა იყოს დასაბუთებული და სასამართლომ იქიდან თქვათ შეიძლება ნაწილზე ჩათვალოს რომ დასაბუთებულია, ნაწილზე არა. ამიტომ კარგი იქნება საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს რომ ეს სასამართლოს გადასაწყვეტის საკითხია და ეს დასაბუთებულად მოხდება და არა ის ერთიანად მთელი სიის ისა რა ქვია ან დაკმაყოფილება ან უარყოფა. ხო, იმიტომ რომ აინტერესებთ და კარგი იქნება თქვენ განმარტოთ და ეს საზოგადოება მოისმინოს. მადლობა. დიახ, რა თქმა უნდა, ისევე როგორც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, უშუალოდ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოამზადონ შესაბამისი სარჩელი და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. და შესაბამისად მოითხოვონ ერთი ან რამდენიმე კონკრეტული პარტიის საქმიანობის აკრძალვა
შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტულად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და ამავდროულად მეორე მხარესაც ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას. თქვათ, გააპატიმროს ის წარმოდგენილი მტკიცებულები, რომელიც მოსარჩელე მხარეს აქვს. იგივე ეხება ზუსტად პირთა სიას, რომლებიც იქნება, რა თქმა უნდა, დასაბუთებული, თუ კონკრეტულად რომელი პირი რა მოქმედებაში იყო ჩართული და რანაირად ხელს უწყობდა კონკრეტული პარტიის ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. თუ გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის არგუმენტებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ყოველ კონკრეტულ პირის შემთხვევაში და არა კრებსითად, ყოველ კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში იქნება მიღებული გადაწყვეტილება და თან მნიშვნელოვანია პირდაპირ არის ჩამონათვალი კანონი, თუ ვინ უნდა იყვნენ ეს პირები კრებსითად, ეს არიან წევრები, მმართველი რგოლების წარმომადგენლები, ან შესაძლებელია რომ საერთოდ არ იყვნენ პარტიის წევრები, ანუ პარტიული ბილეთი ჯიბეში არ ედოთ, მაგრამ მათი საქმიანობით სრულად თანხმედრაში იყვნენ პარტიის მიზანთან ან პარტიის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებას უზრუნველყოფდნენ. შესაბამისად, ამ პირებსაც აეკრძალებათ პოლიტიკური აქტიურობები და შემსწრე ჩამოთვლილი სხვადასხვა უფლებამოსილებები, რომელთაც სხვები სარგებლობენ. თითოეულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სამართლო შეუძლია რომ იმიჯელოს, მიიღოს გადაწყვეტილება აკრძალვის და უფლებების შეზღუდვის თაობაზე, ან არ შეზღუდვის თაობაზე. და დამოკიდებული იქნება ისევ, ან ნაწილობრივ ეს იქნება დამოკიდებული შეჯიბრებების პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო განხილვის პროცესზე. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სარჩელი იმდენად არის გამტკიცებული მტკიცებულებებით, იმდენად ცალსახა თითოეული პირის თუ თითოეული პარტიის აფილირებული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან და გაწევრებული კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რა თქმა უნდა, ალბათობის უმაღლესი ხარისხით მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას და სარჩელს დააკმაყოფილებს. სხვა სამართლებრივად ყველანაირად გამართული იქნება, რა თქმა უნდა. სხვა კითხვები, მოსაზრებები ხომ არ არის? ბატონო არჩილ, ამავე პაკეტში შემოვალ სხვა კანონპროექტებზე ხომ არ თვლით საჭიროთ რაიმე კომენტარის გაკეთებას? ბატონო თავმჯდომარე, ერთიანად მოგახსენეთ საკანონმდებლო ცვლილებებში გათვალისწინებული პრინციპების თაობას. კეთილი, მაშინ ჩავთვალოთ, რომ საკითხი განხილულია და შეგვიძლია გადავიდეთ მომდევნო საკითხზე, ასევე თქვენ ბრძანდებით მომხსენებელი, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების იმავდროულად საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. ასევე პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განვიხილავთ. გისმენთ. მადლობა. არ არსებობს სოფლიოში პრეცედენტი, როდესაც 5 ადამიანს 10 ადამიანს ან რამდენიმე ათეულ ადამიანს შეუძლია რომ გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზერი მაშინ, როდესაც არსებობს სხვა სივრცე, სადაც შეუძლიათ ამ ადამიანებს რომ განთავსდნენ. და შესაბამისი პასუხისმგებლობებიც ყველა ქვეყანაში არის გათვალისწინებული, თუ პირების შეკრებებისა და მანიფესტაციების დადგენილ ნორმებს არ ყვევენ. შეგვიძლიათ ნახოთ არაერთი ქვეყნის მაგალითი. იქნება ეს საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები კანონის დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს აქვთ ვალდებულებაც კი რომ მოახდინონ დარღვევებზე რეაგირება. და ხედავთ თუ როგორ ხდება ხოლმე არაკანონიერი აქციების საწინააღმდეგოდ სპეციალური ღონისძიებების გამოყენება სხვა ქვეყნებში და როგორ ხდება ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უფრო ჰუმანურად და გაცილებით უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. ეს ვიხილეთ კიდეც ჩვენ 4 ოქტომბერსაც, როდესაც 25-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული სულ რამდენიმეა მომიტინგეთაგან და ნახეთ ის მსგავსობა და ის გადატრიალების მცდელობა, რომელიც მათ შორის გარედან მხარდაჭერილი იყო კონკრეტულად აქციის და ეს არ იყო ჩვეულებრივი აქცია, ეს იყო ქვეყნის დამხობის წესწყობილების წინააღმდეგ ძალადობრივი მიმართული მოქმედებები, გარედან პირდაპირ პოსტებით იქნება თუ ეგრეთ წოდებული ტვიტებით, ამავდროულად იმ სიჩუმით და გამაყრუებელი სიჩუმით, რომელსაც ვისმენთ ჩვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან. წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს რეალურად კანონით უკვე გათვალისწინებული შესაბამისი წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. მოქმედი რედაქციის მიხედვით გათვალისწინებულია როგორც ჯარიმა, ისე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა. ვხედავთ რა, რომ ჯარიმები ვერ ხდება შემაკავებელი, ვერ ხდება პრევენციული და არ აქვს მას პრევენციული
შედეგები შესაბამისად 300 დღის განმავლობაში ჩვენ ხედავთ რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს მილიონზე მეტ თბილისის მოქალაქეზე რაც რა თქმა უნდა უშლის ხელს ტრანსპორტის გადაადგილებას ასევე უშლის ხელს მაგალითად პატრულის თანამშრომლების სასწრაფო დახმარების სახანძრო მანქანების გადაადგილებას და ნებისმიერი ადამიანის უფლებაა რომ თავისუფლად გადაადგილდეს ესეც მისი კონსტიტუციური უფლებაა და როდესაც კონკრეტული პირები თავიანთი კონსტიტუციური უფლების ანუ შეკრებისა და მანიფესტაციის ანუ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ რომ ამ ქვეყანაში სხვა ადამიანებიც არსებობენ და არ უნდა შეზღუდონ სხვა ადამიანების და ადამიანები არ არიან მხოლოდ ისინი რომლებიც დგანან კონკრეტულ გარედან დაფინანსებულ და მართულ აქციაზე შესაბამისად ჩვენი მიზანია რომ იმ შემთხვევაში თუ არის საკმარისი ადგილი გზის არასავალ ნაწილზე კეთილი იქნებოს ყველა და თავისი აზრი თავისი პროტესტი კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში დააფიქსიროს შესაბამის ადგილზე მაგრამ თუ არ იქნება შესაბამისი ადგილი საკმარისი და ხალხის რაოდენობა იქნება ბევრი რა თქმა უნდა მათ შეეძლებათ რომ გადმოვიდნენ ისე გზაზე გზის სავალ ნაწილზე მაგრამ არა ისე რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე რამდენიმე კიდევ ერთხელ ათეული ადამიანის ძალადობა მილიონზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით ცრემდენი გაზის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწვანო ნივთიერების ქონის გზის გადაკეტვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში გაფრთხილდებიან შესაბამისად მანიფესტაციის მონაწილეები და თუ ისინი განმსაცინაებდო მოქმედებაზე უარს არ იტყვიან და კანონს არ დაემორჩილებიან მათ მიმართ გამოყენებული იქნება სამართლიანი სასამართლოს რეჟიმში ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით ასე იგივე ეხება მაგალითად სახის ნიღბებით დაფარვას ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაცია და ასაკრძალია ნიღბების დარება ჩვენ მოგეხსენებათ რომ წინა სესიის განმავლობაში შევიტანეთ ცვლილება და აკრძალულია შეკრებების და მანიფესტაციის დროს ისე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში შესაბამისად ნებისმიერი განცხადება რომ რამე მკაცრდება და არ იქნებათ მოქალაქეებს თავიანთი პროტესტის დაფიქსირების შესაძლებლობა არის აბსოლუტური ტყუილი და აბსოლუტური სიცრუე. საკითხი ეხება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ჩარჩოებში სხვა ადამიანის უფლებების გათვალისწინებით საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება კანონი ყველას მიმართ კაცრად გამოყენებული. იმ შემთხვევაში თუ ამ კოდექსის ანუ ადმინისტრაციულ სამართალდამოუკიდებლობათა კოდექსის 32 მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებულ შემთხვევაში ვერ იქნება შესაძლებელი რომ ადმინისტრაციული პატიმრობა იყოს გამოყენებული მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი რომ კონკრეტული პირის დაჯარიმება მოხდეს 5000 ლარით ხოლო ორგანიზატორის 15000 ლარით იმ შემთხვევაში იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეწყვეტას ექვემდებარება ან ცივი იარაღის სხვა ნებისმიერი ნივთიერების პიროტექნიკის მაგალითად ან სხვა ისეთი ნივთიერების და ნივთის ქონა რომელიც შესაძლებელია გამოიყენებული იყოს სხვა ადამიანის დასაზიანებლად გამოიწვევს პასუხისმგებლობას 60 დღემდე ვადით ისევ და ისევ თუ ვერ იქნება გამოყენებული კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული პატიმრობა გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 ლარით, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში 15000 ლარით. ხოლო განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 1 წლამდე ვადით, ხოლო ისევ არაერთის, ანუ რეციდივის შემთხვევაში გვექნება 2 წლამდე პასუხისმგებლობა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით. ამავდროულად მკაცრდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ან პოლიციელის და სამართალდამცავი ორგანოს სხვა წარმომადგენლის შეურაცხყოფა მესამე შემთხვევა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ანალოგიურად 1 წლამდე და განმეორების შემთხვევაში 2 წლამდე ვადით. ჩვენ წარმოდგენლის საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ისევ და ისევ ყველას კონდეს რა თქმა უნდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება რომ საკუთარი უფლებით ისარგებლონ გამოხატონ თავიანთი აზრი როგორც უნდათ სადაც უნდათ
მაგრამ ასე რომ გათვალისწინებული იყოს სხვა ადამიანის უფლებებიც შესაბამისად თუ იქნება კანონდარღვევა, მაგალითად ის რაც ვიხილეთ 4 ოქტომბრის სხვადასხვა ადგილას, როგორც დამხობის მცდელობასთან ერთად ჩვენ ნახეთ რომ მაგალითად სხვადასხვა ნიღბიანი ადამიანები ჟურნალისტებს ასხავდნენ ცრემლსადენ გაზ წიწაკის სპრეის პირდაპირ ეთერში და ხედავთ რომ ჯარიმებს არ აქვს შესაბამისი პრევენციული მექანიზმი. ამის შემდეგ გამომდინარე იქიდან რომ პრევენცია არ არსებობს, ამიტომ გაზრდება კანონმდებლობა. დიდი მადლობა კითხვების არსებობის შემთხვევაში. თუ არის კითხვები, გთხოვთ ბატონო ალეკო. კითხვა მეც ალბათ არ მექნება, მაგრამ უფრო საზოგადოებისთვის რომ კარგად გავამოწმოთ ბატონო არჩილი. ის ნივთები, რომელიც ეკრძალება შეკრებებსა და მანიფესტაციებზე მისულ ადამიანებს კიდევ ერთხელ კარგად რომ განმარტოთ და იცოდეს საზოგადოებამ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს იარაღის ტარების უფლებაც, შეიძლება მან ეს მოიპოვოს სხვადასხვა საგანზე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ეხება შეკრებას, მანიფესტაციას, რომ ეს არის მკაცრად აკრძალული. მადლობა ბატონო ალეკო კითხვისთვის. მაგალითად საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს იარაღის ტარების უფლება. ამავდროულად საქართველოს პარლამენტის წევრს შეუძლია რომ ნებისმიერ შეკრებაში და მანიფესტაციაში კანონიერში მიიღოს მონაწილეობა. ან ყოფილს. მიუხედავად ამისა, შეკრებებისა და მანიფესტაციის დროს იარაღის ქონა არის კანონმდებლობით ეხლაც აკრძალული. არაფერს არ ვამბობ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადამიანს არ აქვს იარაღის ტარების უფლება, აქვს მხოლოდ შეძენისა და შენახვის უფლება და ეს პირი ატარებს იარაღს შეკრებების და მანიფესტაციის დროს. ის საერთოდ სხვა დანაშაულია და სისხლისამართლებრივი წესით ისჯება, მათ შორის რაც შეეხება ცივ იარაღის ტარებაც აკრძალულია და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მაგრამ თუ ცივ იარაღის ტარება მოხდება შეკრების და მანიფესტაციის დროს, ეს კიდევ უფრო მკაცრად ისჯება. იგივე შეიძლება ვთქვათ პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე, პიროტექნიკაც შესაძლებელია რომ გარკვეული სახეობები, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გამოყენებული იყოს სამოქალაქო საჭიროებებიდან გამომდინარე, მაგრამ შეკრებებისა და მანიფესტაციის დროს აპრიორი აკრძალულია, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ თუ რაში გამოიყენებოდა რეალურად პიროტექნიკა, ზუსტად ამ პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ ადამიანები, რომ მოძალადეები რეალურად და შტურმის განმახორციელებები, რომ პოლიციელები ცოცხლად დაეწვათ ან გაენადგურებინათ სახელმწიფო საკუთრება თუ კერძო საკუთრება. იგივე ეხება მაგალითად ადვილაალებად ნივთიერებებს, რომელიც გამოყენებაც ხდება შემდეგ მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებლად ან მოლოტოვის კოქტეილის საბოლოო ჯამში სროლის სახით ისევ და ისევ ეს ყველაფერი აკრძალულია, იმიტომ რომ არ დაზიანდეს სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და აქ მხოლოდ პოლიციელები არ იგულისხმებიან მათ შორის აქციაში მონაწილე ადამიანებიც, რადგან ჩვენ ვნახეთ რომ მაგალითად ერთ-ერთი შემთხვევა, ჟურნალისტი დაზიანდა ისევ და ისევ ერთ-ერთი აქციის მონაწილის მიერ ნასროლი ქვის შედეგად. ამიტომ ესეც რომ პირდაპირ აკრძალული იყოს. საერთოდ რომ არაფერი არ თქვათ, მაგალითად პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ მიშვერილ პიროტექნიკას და გამოყენებულ მაშხალას, სადაც დაზიანდა ადამიანი. რომ არაფერი არ თქვათ, ისევ და ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლის და არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, მაგალითად TV იმედის და ფორმულას უკაცრავად პოზიტივის ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული წიწაკის სპრეი, რომელზეც მათ შორის შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი კონკრეტულმა აქციის მონაწილეებმა, რომელიც რეალურად იყო დამხობის, კიდევ ერთხელ ვთქვათ, სახელმწიფო დამხობის მცდელობა. ეს ყველაფერი არის აკრძალული. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ვინმეს პროტესტის დაფიქსირება უნდა დააფიქსიროს ისე, რომ გაითვალისწინოს სხვისი უფლებები, სხვისი ჯანმრთელობა, სხვისი სიცოცხლეც, არ დააზიანოს სხვისი საკუთრება, სხვა ფორმით ნებისმიერი პერფორმანსის მოწყობით იქნება ეს, რა ვიცი, რასაც აკეთებენ ხოლმე სხვადასხვა ხან მულტიპლიკაციური ფილმების თუ ანიმეების გამოსახულებით არიან ხოლმე წარმოდგენილები, კი, და ხან აკაცუკები, რეალურად აკაცუკები არიან და ისე ტერორისტული ორგანიზაცია აკაცუკები, როგორც რო იცოდნენ. და ნებისმიერი ტრანსპარენტის გამოყენებით, მაგრამ ისევ და ისევ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. სხვა კითხვები, მოსაზრებები თუ არის? ბატონო არჩილ, ამ შემთხვევაში თქვენ წარმოადგენთ სრულად, ხომ? ორივე კანონპროექტი, 4-ვე კანონპროექტთან დაკავშირებით რო გახსენეთ, ორი დანარჩენი კანონპროექტი არის ტექნიკური ხასიათის და მხოლოდ გამომდინარეობს ძირითადი კანონიდან.
ბატონო, მაშინ მე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივაც, ეს კანონპროექტებიც არის განხილული. მადლობა. დიდი მადლობა. კოლეგებო, მაშინ ჩვენ შეგვიძლია რომ უკვე კენჭი ვუყაროთ წარმოდგენილ საკითხებს მივყვეთ დღის წესრიგით შემოთავაზებულ თანმიმდევრობას. პირველი ეს გახლდათ საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. ვინ უჭერს მხარს? წინააღმდეგი არავინ არ არის, ერთხმად არის მხარდაჭერილი აღნიშნული ინიციატივა. შემდეგ მეორე ეს არის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ასევე ეს არის საქართველოს კანონის პროექტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. ვინ უჭერს მხარს? წინააღმდეგი არავინ არ არის, ესეც ერთხმად არის მხარდაჭერილი. მესამე საკანონმდებლო ინიციატივა და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები, რაზეც ახლახან ისაუბრა ბატონმა არჩილმა, ვინ არის მომხრე რომ მხარი დაუჭიროთ? წინააღმდეგი არავინ ერთხმად არის მხარდაჭერილი და ბოლო კანონპროექტი ეს არის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არავინ, როგორც ხედავთ, ასევე მხარდაჭერილი არის ერთხმად. ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია, კომიტეტის სხდომა შეგვიძლია დახურულად გამოვაცხადოთ. მადლობთ.